გოგოებო, ჩვეულებრივი ღვიძლელი არ გეგონოთ, ეს არის ხილის ფახლავა. დიახ, არ მოგესმათ, ხილის ფახლავა. გარგარით მოცვით და იმ საოცარი ცომით, რომელიც ყველამ კარგად ვიცით. ხრაშუნა და უგემრიელესი. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ღვიძლია თუ ფახლავა არის უგემრიელესი, შეინახეთ რეცეპტი და აუცილებლად მოამზადეთ. თუ მოგეწონებათ ვიდეო ჩემი გვერდის გამოწერას არ დაგავიწყდეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში დაგვრჩება 750 გრამი ფქვილი, 500 გრამი ცივი კარაქი, კარგად ერთად გავაფხვიეროთ. დავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი, შაქარი და სოდა. რა თქმა უნდა, ყველა თითო ჩაის კოვზი. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, აღწერაშიც აუცილებლად დავტოვებ ზუსტ დეტალებს. მოკლედ ვამატებ კიდევ 3 ცალ კვერცხს, 1 კილა არაჟანს და 1 ცალ ვანილს. მოვძლევ კარგად რბილ ნაზ ცომს. შემდეგ უკვე უნდა დავასვანოთ მაცივარში დაახლოებით 9 საათი. შეიძლება ცოტა მეტიც. სანამ ჩემი ცომი დაისვენებს, ამასობაში მოვამზადებ გარგარს. გასუფთავებულს და გამზადებულს უბრალოდ გამოვაცლით კურკებს, გადავიტან ქვაფში, დავამატებ დაახლოებით 30 გრამ შაქარს, ბევრი არ გვჭირდება, რადგან ისედაც ტკბილია და 4-5 წუთი წამოვადუღებ გაზზე. ზუსტად ასე მოვამზადებ მოცვსაც. მხოლოდ დავამატებ 1 ჩაის კოვს სახამებელს. ცომა უკვე დაისვენა, ახლა გავყოფ 3 ნაწილად. თითოეულს გავაბრტყელებ კარგად და გამოვაცხობ წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვით. წინასწარ ვაცხობთ ამ ერთ ფენას. სანამ გამოცხობა ჩვენი ერთი ფირფი და ამასობაშიც მოვამზადებ სხვა ფენებს. აქ ცოტა ზედმეტი მომრჩა ცომი, გვერდები მოვაჭერი და გამოვიყენებ მოსართავად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ცომი არის ჩვეულებრივი ფახლავის და გამოდის საკმაოდ ხრაშუნა და გემრიელი. ამიტომ ბევრი რამის მომზადება შეიძლება ამ ცომით. მოკლედ გამოცხვა ჩემი ფირფი და ახლა უკვე გადავალ აწყობაზე. ცოტას დავჩხვლიტავ. სითხე უფრო კარგად გაჭდება და უფრო გემრიელი იქნება. გადავიტან წინასწარ გამზადებულ გარგარს და ავაწყობ ჩვეულებრივ, როგორც უკვე ფახლავას ვაწყობთ. ცოტა ნიგოზი უნდა დამემატებინა აქ, მაგრამ დამავიწყდა, არა და მოუხდებოდა. ახლა გადამაქვს უკვე მოცვი. ზემოდან დავამატებ ისევ ჩვენს მესამე ფენას. შეიძლება ნებისმიერ თქვენი საყვარელი ხილის გამოყენება, რა თქმა უნდა, მოუხდებოდა ფიქრობ ბალიც. ახლა უკვე ცოტა შევალამაზოთ და შემდეგ ლამაზი ფერისთვის თავზე გადაუსვათ კვერცხის გულის და რძის ნაზავი. თავზე კიდევ სილამაზისთვის დავამატებ ნიგოს და ასე გამოვაცხობ ზედა ქვედა წვით დაახლოებით 180 გრადუსზე. სასურველი ფერის მიღებამდე. ცოტას კიდევ დავჩხვლიტავ, რომ არ გაიბეროს. სრულად რო გამოცხობა და გაგრილდება, შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა. მე რა თქმა უნდა გაციება არ ვაცადე, მაგრამ დამიჯერეთ, გაციების შემდეგ არის უგემრიელესი. მოკლედ უკვე გამოცხვა, მიიღო ჩემთვის სასურველი ფერიც. ახლა უკვე დავჭრი, რა თქმა უნდა, რადგან ვერ ვაცდი გაციებას და გაჩვენებთ როგორია ჭრილშიც. მოკლედ, თუ იყო თქვენთვის საინტერესო ვიდეო, არ დაგავიწყდეთ სხვისთვის გაზიარება და ჩემი გვერდის გამოწერაც. სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარიც, რომელიც რა თქმა უნდა არის ჩემთვის мотиваცია და ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ თუ იაქტიურებთ ჩემს გვერდზე, მეც ასევე ვიაქტიურებ თქვენთვის. შემოგთავაზებთ მარტივ და ძალიან გემრიელ რეცეპტებს. იმედი არ მოგაწყნით თავი და არ მოგაბეზრეთ. ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებული და ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ ყველას. გემრიელად მიირთვით.